თითქმის 2500 წლის წინ ფილოსოფოსმა სოკრატემ წარმოთქვა ფრაზა, რომელიც დასავლური ფილოსოფიის მთავარ საყრდენად იქცა. იმ დროინდელმა ხელისუფლებამ სოკრატეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ბრალდებოდ კი მისი ფილოსოფიით ათენელი ახალგაზრდობის გარყმა დაასახელეს. თუმცა მოსამართლეებმა სოკრატეს გამოსავალი შესთავაზეს. ის უნდა გადასახლებულიყო და შეეწყვიტა ფილოსოფიური მოღვაწეობა, რაზეც მან მიუგო. გაუადრებელი სიცოცხლე ცხოვრებად არ ცხირს. მან ამჯობინა შხამი საკუთარი ხელით დაელია, ვიდრე სახელმწიფო კონტროლს შეგუებოდა. ამ ნაბიჯით სოკრატემ ხაზი გაუსვა კაცობრიობის უნიკალური უნარის, აზროვნების ფასეულობას, საკუთარი თავის შეცნობის და ცოდნის გაზიარების თავისუფლებას. დღეს ჩვენი თვითანალიზის, კომუნიკაციის, შეცდომებზე სწავლის და პიროვნული ზრდის უდიდესი ნაწილი საჯაროდ, სოციალური მედიის საშუალებით, ონლაინ სივრცეში, მეგობრებთან და ბოლო დროს უკვე ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებთან ურთიერთობით ხდება. მიუხედავად ამისა, უმრავლესობას მაინც გქონია, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება პრივატულად მიმდინარეობს. თითქოს მხოლოდ მე ვიცი, რასაც ვაკეთებ. მხოლოდ მე მაქვს ჩემი საზრუნავის, შიშების, იმედების, სიყვარულის, სიძულვილის, წარუმატებლობების, ოცნებების და სინანულის სრული სურათი. ეს ასე იყო სოკრატეს დროს, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. დღეს ჩვენი ყოველდღიური ონლაინ აქტივობა, ქცევის პატერნები, მეგობრების თუ ნაცნობების ქსელი, ჩვენს შესახებ ძალიან ბევრ რამეს ამბობს. ამ სისტემიდან თამაშგარ მდგომარეობაში გასვლა კი თითქმის შეუძლებელი. თანამედროვე ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად მეტნაკლებად გიწევს არსებობა სისტემაში, რომელიც ჩვენს ყველანაირ მონაცემს ენადირობს. დღევანდელ სამყაროში შენი ყოველი ნაბიჯი არის მონაცემი, მათ შორის ადგილები, რომლებსაც ვუყურებ, მედია, რომელსაც იყენებ და ნივთები, რომლებსაც ყიდულობ. ინტერესის უბრალო გამოხატულება, მეგობრებთან გაკვირთ ნათქვამი ფრაზა, ან თუნდაც ის ტრაექტორია, რომლითაც მაუსის კურსორი ეკრანზე გადაადგილდება. ეს ყველაფერი თავისუფლად შეიძლება იყოს გამოსადეგი შენ შესახებ დეტალური სურათის შესაქმნელად. ეს მონაცემები იყიდება, იცვლება და ინახება უამრავ პლატფორმაზე, ათასობით კომპანიის ბაზებში, რომელთაგან უმეტესობის სახელი არც X-Men-ია. წარსულში თვალთვალით ზურიადღირებული სიამოვნება იყო, რომელიც დიდ რესურსებს და კოორდინაციას მოითხოვდა. ისტორიული მეფეები და იმპერატორები ყოველთვის ცდილობდნენ თვალთვური ედონებინათ და ჩაეშალათ შეთქმულებები, რომლებიც მათ დამხობას ისახავდა მიზნად, თუმცა ჯაშუშების რაოდენობა ყოველთვის შეზღუდული იყო. ახლა კი, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. ბოლო 200 წლების განმავლობაში უფასო პლატფორმებმა დაიწყეს თამნათი მოხმარებლების მონაცემების განხილვა, როგორც გასაყიდი პროდუქტის და გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალური მონაცემების შეგროვება ნორმად იქცა, AI იმდენად ჭკვიანი გახდა, რომ მას შეუძლია სხვადასხვა ტაქსაქსული წყაროდან შეაგროვოს ნაწილები და შექმნეს მოზაიკა, რომელიც ღრმად ააშკარებს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში. იგი იმდენად ზუსტია, რომ ჩვენი მონაცემების შემგროვებელი კომპანიები ბევრად უკეთ წინასწარმეტყველებენ ჩვენ შეხედულებებს, ვიდრე ჩვენი პარტნიორები ან უახლოესი მეგობრები. რაც უფრო იაფდება, ფართოვდება და ძლიერდება ხელოვნური ინტელექტი, მით უფრო ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს შეგროვებული პერსონალური მონაცემების უზარმაზარი მასების გაერთიანება და AI სისტემების გამოყენება მოსახლეობის მუდმივი თვალთვალისთვის. დღევანდელობიდან გამომდინარე, როცა მსოფლიოს უზარმაზარი ნაწილი ისედაც კონტროლდება ყოველდღიურად მზარდი ტექნოლოგიებით, როგორიცაა თანამგზავრები, კამერები და მიკროფონები, რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ ამ ყველაფრის მიზანი მთელი კაცობრიობის მასშტაბური კონტროლია. ძველი საბერძნეთიდან არსებობს კიდევ ერთი ამბავი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი დღევანდელი სიტუაციის უკეთ გაანალიზებაში. ხსმენიათ სიტყვა პანოპტიკონი. იგი ბერძნული პანოპტესის მითიდან მომდინარეობს. ყოვლისმხელველი გოლიათი გუშაგი, რომელსაც 100 თვალი აქვს. იგი დასაძინებლად მხოლოდ 2 თვალს ხუჭავს, რაც მას ქალღმერთ ჰერასთვის ბრწყინვალე მსვლელად აქცევს. 2000 წლის შემდეგ მე-18 საუკუნეში ინგლისელმა ფილოსოფოსმა და სოციალურმა რეფორმატორმა ჯერემი ბენთამმა აიღო შთაგონება პანოპტესის მითიდან, რათა შეექმნა ციხის პროექტი, რომელიც უფრო ეფექტური იქნებოდა კონტროლისთვის, ვიდრე აქამდე. დღეს პანოპტიკონი არის წრიული ციხე, რომლის ცენტრში სათვალთვალო კოშკურად დგას. ცოლებს ყოველთვის შეუძლიათ პატიმრების დანახვა, მაგრამ კოშკურაზე არსებული სპეციალური ეკრანები უზრუნველყოფს იმას, რომ თავად პატიმრებმა არასდროს გაიგონ ზუსტად უთოთვალებენ თუ არა მათ ცოლები მოცემულ მომენტში. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ პატიმრები უკეთესად მოიქცევიან, რადგან ყოველთვის არსებობს შანსი, რომ მათ უთოთვალებენ. პანოპტიკონის ძირითადი იდეა ეფუძნება იმას, რომ ადამიანთა ერთ ჯგუფს აქვს ბევრად მეტი ინფორმაცია და ცოდნა, ვიდრე მეორეს. ამ შემთხვევაში მცველებს შეუძლიათ დაინახონ ყველაფერი, რასაც პატიმრები აკეთებენ. მაშინ როცა პატიმრებმა მხოლოდ იციან, რომ არსებობს შანსი, რომ ნებისმიერ მომენტში მათ ვინმე უყურებდეს. ვინაიდან პატიმრებმა არ იციან მათი ცხოვრების რომელ ნაწილს აკვირდებიან, ციხის შექმნელები ვარაუდობენ, რომ ისინი თავად მოახდენენ საკუთარი ქცევის რეგულირებას, რაც გამოიწვევდა მათ გამოსწორებას იმის მეშვეობით, რაც რეალურად მხოლოდ ფსიქოლოგიურ კონტროლს წარმოადგენს. რთული არ არის პარალელის გავლება სამყაროსთან, სადაც მუდმივად ფხიზელი, გუშაგის მსგავსი AI სისტემები განუწყუტლებს სწავლობენ და აგროვებენ მონაცემებს თითოეულ ჩვენგანზე. თვალთვალის პოტენციალი სწორედ ისეთივეა, როგორც თავდაპირველ პროექტში იყო. გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვირტუალურ პანოპტიკონს თავად ვაშენებთ. და ისეთივე როგორც მე-18 საუკუნის ციხის კონცეფცია, დღევანდელი ვირტუალური პანოპტიკონის ფსიქოლოგიური კონტროლის საშუალებით იმუშავებს. რომ იცოდეთ, რომ სადღაც ვიღაცას აქვს ზეადამიანური კონტროლი, შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თქვენი ქცევის ყველა დეტალი და შექმნას თქვენი ცხოვრების, ინტერესების, ნებების, საიდუმლოებების და სხვა რაღაცების დეტალური მოდელი, თქვენ ალბათ ცოტა სხვაგვარად მოიქცეოდით.
შესაძლოა უფრო ფრთხილიც ყოფილიყავით იმაში, თუ რას ამბობთ, როგორ ამბობთ, რას აკეთებთ, ან ვისთან ერთად აკეთებთ ამას. ორჯერ დაფიქრდებოდით, სანამ ამა თუ იმას ინტერნეტში გამოგვეყნებდით, ან პროტესტს დაესწრებოდით, პეტიციას მოაწერდით ხელს, ან კონკრეტულ კანდიდატს მისცემდით არჩევნებში ხმას. რაც უფრო მეტია ცნობილი იმის შესახებ, თუ რის ყურებას ირჩევს ადამიანი, რის ყიდვას ამჯობინებს, ან რომელ მედია საშუალებას მოიხმარს, მით უფრო ადვილია მისი პოლიტიკური შეხედულებების, თავისუფალი დროის გადარების სტილის და საბოლოო ჯამში მისი მომავალი ცხოვრებისეული გზის წინასწარმეტყველება. იდეა, რომ ადამიანები განსხვავებულად მოიქცევიან, თუ ტექნოლოგიების წყალობით მათი აზრების და მოქმედებების გაგება იქნება შესაძლებელი, არაერთხელ შეხვედრია მხატვრულ ლიტერატურაში და კინოში. მაგალითად, დიდი ძმა, ჯორჯ ორველის რომანიდან 1984 და პრეკრიმინალი ფილმიდან განსხვავებული აზრი. ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, თუ რამდენად ახლოს ვართ ამ გამორჩილებელი ისტორიების რეალობად ქცევასთან. ახლა კი ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგან, ვინც უახლოეს მომავალში ვირტუალური პანოპტიკონის სათავეში მოექცევა. თქვენ გაქვთ ძალაუფლება გააერთიანოთ ყველა მონაცემი და იცოდეთ ყველაფერი ყველას შესახებ. დაფიქრდით, რამხელა ძალაუფლებას მოგცემთ ეს ყოველივე. თქვენ შეძლებთ თვალი ადევნოთ ყველა თქვენ კონკურენტს. გაიგოთ მათი გეგმები, მანამ სანამ მათ გახორციელებას დაიწყებენ და იყოთ ყოველთვის ერთი ნაბიჯი წინ. თქვენ შეძლებთ დაინახოთ საფრთხეები წინ და წინ. იწინასწარმეტყველოთ მომავალი, რომელიც ჯერ არც კი დამდგარა. ეს ისეთი ტიპის ძალაუფლებაა, რომლის დათმობაც შეუძლებელია თუ გიგი ხელში ჩაგივართ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული საბრძოლიანი მიზეზები, რის გამოც ამდენი მონაცემის შეგროვება ხდება. სამთავრობო სააგენტოებს და პოლიციის დეპარტამენტებს აქვს მნიშვნელოვანი სამუშაო. მათ უნდა დაიცვან ადამიანების უსაფრთხოება. და გასაგებია, რომ მათ სურთ ინსტრუმენტები, რომლებიც მათ მუშაობას უფრო გააადვილებს და ეფექტურს გახდის. ისინი თანამშრომლობენ კერძო კომპანიებთან, რომლებიც ქმნიან მძლავრ სისტემებს მონაცემების შესაგროვებლად და დასახარისხებლად AI-ის გამოყენებით. სამწუხაროდ, ეს ინსტრუმენტები საბოლოოდ ყველა მონაცემს აგროვებს და ავტომატურად ქმნის ვირტუალურ პროკურორს. ეს სისტემები ყველას განიხილავენ როგორც პოტენციალურ აჭმიდანელს. ჯერ აგროვებენ მონაცემებს და ამის შემდეგ სვამენ კითხვებს. კერძო კომპანიები კი, რომლებიც ამ ტექნოლოგიებს აშენებენ, მოტივირებულები არიან შექმნან რაც შეიძლება მრავლის მომცველი და გამომააშკარავებელი ინსტრუმენტები. და როგორი იქნება სამყარო, სადაც ისინი თავიანთ ბიზნესს მიაღწევენ. 2026 წელს ფრაზა „მუდმივი დაბალი კლასი“ მთელ მსოფლიოში მიდგომათმის საგნად იქცა. ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ მუდმივი დაბალი კლასი გულისხმობს იდეას, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ სწრაფი ავტომატიზაცია შექმნის სამუდამოდ უმუშევარ დაბალ ფენას, მაგრამ სილიკონის ველზე ტერმინს მუდმივი დაბალი კლასი ბევრად უფრო ღრმა, დისტოპიური მნიშვნელობა აქვს. ისეთი, რომელიც შორსდება დასაქმებულისა და უმუშევრის ცნებას. რეალურად, ხელოვნური ინტელექტის კომპანიები ქმნიან ორი განსხვავებული ტიპის ადამიანს. ცოტანი, ვინც აკონტროლებს ხელოვნურ ინტელექტს და მილიარდობით ადამიანი, რომლებიც სამუდამოდ იქნებიან მისი კონტროლის ქვეშ. ერთი ჯგუფი იცხოვრებს ვირტუალურ ციხეში, ხოლო მეორე ჯგუფი გამოსცეს შეუზღუდავ თავისუფლებას და ძალაუფლებას. არ არის გასაკვირი, რომ ამჟამად არსებობს მანიაკალური სწრაფვა იმისკენ, რომ აღმოჩნდა კონტროლის მხარეს, რის გამოც AI კომპანიებმა უგულებელყოს უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და გონიერება და ხარჯავენ ტრილიონებს იმ მომავლის ასაშენებლად, რომელიც არავის სურს. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ცხოვრობთ ასეთ სამყაროში. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის დრო იმის გადასაწყვეტად, თუ როგორი საზოგადოება გვინდა რომ ვიყოთ, მაგრამ ტენდენციის გათვალისწინებით, ამ მომავლის თავიდან აცილება ნიშნავს ცვლილებებს კანონებში, კონფიდენციალურობის და მონაცემთა შეგროვების შესახებ. ისევე როგორც გონიერულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ რა სახის თვალთვალის ინსტრუმენტები უნდა აშენდეს და როგორ უნდა იყოს ნებადართული მათი გამოყენება. პანოპტიკონის იდეა პირდაპირ ეხება იმას, თუ რას ნიშნავს იყო თავისუფალი, თავისუფლება. იგრძნო და იფიქრო ნებისმიერი რამ შედეგების შიშის გარეშე. ეს არის ჩვენი სწავლის და ზრდის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ნაწილი. გვინდა თუ არა დავიცვათ ეს თავისუფლება ჩვენი შვილებისთვის. როგორ სამყაროს დავუტოვებთ მათ, თუ ყველაფრის ცოდნის ძალაუფლება სამუდამოდ რამდენიმე ელიტური ადამიანის ხელში დარჩება. იმისათვის, რომ ვიცხოვროთ სრულფასოვანი ცხოვრებით, საჭიროა გქონდეს ძალა ვიყოთ ჩვენი თავის ავთენტური თავები. ისე, რომ ჩვენი არსებობის ყოველი ნაწილი სხვებისთვის ცნობილი არ იყოს. ჩვენ გვაქვს შანსი დავიცვათ ეს ფუნდამენტური თავისუფლება, როგორც ჩვენთვის, ასევე მომავალი თაობებისთვის.